არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში, შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც და გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ წესით საქართველოშიც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებამ თავდაცვის მინისტრ ფედოროვის განთავისუფლების თაობაზე. ქართველებმაც დაახვედრეს კრიტიკა, გაუბედეს კრიტიკა პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელებმა და ამერიკელებმა ხომ უფრო ხმამაღლა გააკრიტიკეს ამ გადაწყვეტილების გამო ეს გმირი კაცი პრეზიდენტი ზელენსკი. პრეზიდენტი ზელენსკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მით უმეტეს მაშინ, როდესაც კიევში და არა მხოლოდ კიევში გამოვიდნენ თავისუფალი მოქალაქეები, თავისუფალი უკრაინელები და მათ დაიცვეს კიდევ ერთი გმირი, თამამად ვიტყვი, გმირი კაცი ფედოროვი თავდაცვის ყოფილი მინისტრი. პრეზიდენტი ზელენსკი, როდესაც აცხადებდა ფედოროვის განთავისუფლების თაობას და იცით თქვენ რატომაც განთავისუფლა ის თანამდებობიდან, ის ამბობდა, მას ძალიან უჭირდა და ძალიან მძიმედ ამბობდა, ძლივს აბოთქვა ეს გადაწყვეტილება. შესანიშნავად ხდებოდა ჩემი მოსაზრებით, რომ ეს პრინციპში მაინც არასწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ სწორედ ფედოროვს უჭერდა მხარს საზოგადოება და არა ყასაბად ცნობილ, ყასაბად მიჩნეულ, ყასაბად წოდებულ გენერალ სირსკის, რომელიც თავის მხრივ განა უკრაინის გმირი არ არის, გმირი კაცია, ისიც ბევრ სამხედრო ოპერაციაში, ბევრ განმანთავისუფლებელ ოპერაციაში მას მიუღია მონაწილეობა და მისი გადაწყვეტილებები ეჭვშეუვალი და ნამდვილად კომპეტენტური და სწორი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ მაინც მას მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ ძველი ყაიდის სამხედრო პირად, რომელიც თავის მხრივ იბრძვის განა არა, მაგრამ იბრძვის, მოდი ასე ვიტყვი, დაუშურველად, ალბათ სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ მაინც მზად არის, რომ შეახოცოს ან შესწიროს, უფრო ზუსტი რომ იყო, ბევრი და ბევრი უკრაინელი და ნაკლებ ყურადღებას აქცევს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის ლობისტიც კი არა, მთავარქმნელი უკრაინის სინამდვილეში სხვებთან ერთად რასაკვირველია იყო ფედოროვი. აქ ერთი დილემის ან ერთი პრობლემის წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინა. თუ ფედოროვი მიდიოდა და წავიდა ფედოროვი, ანუ გაუშვეს ის თანამდებობიდან, შეიძლებოდა მთლიანად ჩამოშლილიყო ის სისტემა, რომელიც ფედოროვმა ააწყო. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ეს არის პირველ ყოვლისა მაღალ ტექნოლოგიებზე და უპირველეს ყოვლისა ხელოვნური ინტელექტის ინტერვენცია ინტეგრაციაზე დაფუძნებული ომში დაფუძნებული სისტემა და თუ მისი მოადგილეები, მისი გუნდის წევრები დატოვებდნენ პუნქტით თუ ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობას, ამ შემთხვევაში ეს მიმართულება მოსუსტდებოდა მიუხედავად იმისა, რაც იტყოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ ჩვენ რასაკვირველია დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ მიმართულებას მიუხედავად იმისა, რომ ფედოროვი წავიდა და მისი გუნდის წევრებიც წავიდნენ. უკვე შემდგომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაინახარა ძალიან ბევრი პროტესტის მონაწილე ქუჩებში, კიევში, ოდესაში და სხვა ქალაქებში ფედოროვს შესთავაზა რჩეულობა, მაგრამ მიხაილო ფედოროვმა რჩეულობაზე უარი თქვა და უკვე შემდგომ პროცესში ჩაერთო კიდევ ერთი გენიალური კაცი, უკრაინას ბევრი გენიალური კაცი ხავს. ეს არის კირილ ბუდანოვი, გენერალი, გმირი კაცი, ადმინისტრაციის უფროსი, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომელიც მანამდე დუმდა და კირილ ბუდანოვმა გააკეთა ალბათ მაინც ყველაზე სწორი, გაწონასწორებული განცხადებები, კერძოდ თქვა, რომ უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას ესმის ხალხისა, უითვალისწინებს ხალხის ხმას. ფედოროვს კიდევ ერთხელ დაელაპარაკებიან და ფედოროვს მოახერხებენ და გუნდში დატოვებენ, რაც ნიშნავდა იმას, რომ ფედოროვი უბრალოდ რჩეულად კი არ იქნებოდა გამწესებული, არამედ ფედოროვი იქნებოდა, გახდებოდა უკვე შემდგომში დარჩებოდა გადაწყვეტილების მიმღებთა შორის თავისი ბიუჯეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, ანუ ერთია თეორიული გადაწყვეტილებები რაღაცის თაობაზე და მეორეა, რომ ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირს და ამგვარი აქცენტებიც იყო გაკეთებული. ხო და ამ ამბავში ვართ, ყველანი მთელი მსოფლიო ღელავს, მსოფლიოს ნაწილი აკრიტიკებს, ამბობს, რომ ისიც რა საჭიროა მაშინ უკრაინის მხარდაჭერა თუ მაინც ძველი ყაიდის სამხედრო პირებს დაეყრდნობა უკრაინა და ახალი თაობის სამხედრო პირებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ დაეყრდნობა და მათ კონცეფციებს, მათ მიდგომებს უარყოფს და ასე შემდეგ. და დაისვა საკითხი ამგვარადაც.
როდის განთავისუფლებს სირსკის განთავისუფლება, ისე როგორც თავის დროზე ზალუჟნის განთავისუფლება არის, რომ ვიცოდეთ მაინც ძალიან რთული ამბავი. არ არის ესე მარტივად, რომ ვიცოდეთ მაინც. კი შეირჩა ახალი მინისტრი, რომელზეც ვილაპარაკებთ ცოტა ხანში, მაგრამ აი სირსკი მაინც იყო მთავარსარდალი გენერალური შტაბის უფროსი, უშუალო ხელმძღვანელი ფრონტის ყველა მიმართულებისა და გამოცდილი კაცი. აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სირსკის დამსახურებების უგულებელყოფა უბრალოდ არ შეიძლება. ხო და აი გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მე თუ მკითხავთ ძალიან მაგარი გეოპოლიტიკური თუ საუკრაინო ნაბიჯი გადადგა სვლა გააკეთა და ასეც იწერება რომ აი ბოლოდროინდელი კრიზისი რომელიც უკრაინაში იყო დადგა პრინციპში მაინც დალაგებულია. ზელენსკიმ გაანთავისუფლა სირსკი და ახალ მთავარსარდლად დანიშნა გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი. ეს კაცი რომ ვიცოდეთ მაინც თავის მხრივ ჯერ ერთი მეომარი კაცია. და თავის მხრივ ასევე ერთ-ერთი გმირია უკრაინას ახლა უკვე თულაც აგვერება რომ დავიწყოთ ჩამოსახელება ანიდან ჰოემდე ხო თულაც აგვერება რამდენი კონკრეტული პირი ხავს გმირი ათეულობით კი არა უკვე ასეულობით არიან და ეს გმირები და ერთმანეთზე უკეთესები ერთმანეთზე მაგრები მეთქი ვიტყვი ასე გენერალ-მაიორი დრაპატი დანიშნა დრაპატი არის საბრძოლო გენერალი ანუ ის არ არის მხოლოდ კაბინეტში მყოფი გენერალი და ხაზგასმით ვიტყვი რომ ის არ არის სირსკის დაჯგუფები და სირსკის დაჯგუფებას მაინც ედავებოდნენ იმას რომ ის შეიძლება მოდი ესე ვიტყვი თქვენის თემართვით კორუფციულ გარკვეულ გარიგებებში იყო შემჩნეული ედავებოდნენ ამას ძალიან რთული დასამტკიცებელია მით უფრო თბილისიდან მაგრამ საქართველოსდან მაგრამ ამგვარი ხმები სირსკის მეთაურებზე სირსკის იმ გუნდზე რომელსაც ის ეყრდნობოდა ხმები არსებობდა დრაპატი არ არის სირსკის ჯგუფიდან ეს მნიშვნელოვანი ინგრედიენტია დრაპატი არის საბრძოლო გენერალი რომლის სახელს ბევრი ცნობილი მოვლენა უკავშირდება რომ ვიცოდეთ მაგრამ მის არჩევას საფუძვლად სხვა გადამწყვეტი მონაცემები უდებს დრაპატი არის მეორე მხრივ დრაპატი არის სისტემური ხედვის აი ესეთი არა ყასაბები და ასეთად იყო მიჩნეული სირსკი არამედ სწორედაც რომ სისტემური ხედვის აი ყველაფერს ერთიანად უყურებს მთელ ფრონტს დასცქერის და კიდე მომავალ სითვალისწინებს და კონცეპტუალურ გადაწყვეტილებებს იღებს აი ამგვარი ტიპის გენერალია დრაპატი დრაპატი არის სისტემური ხედვის მასშტაბური აზროვნების მქონე გენერალი სტრატეგი ზალუჟნის და სირსკის შემდეგ ეს ერთ-ერთი იუზერი მხოლოდ მსგავსი პოტენციალით შეიძლება ყოფილიყო შერჩეული უკრაინის მთავარსარდალი ხო არ დაგვავიწყდეს რომ დრაპატი არის ზალუჟნის გუნდის წევრი ეხლა ზალუჟნიზე ორ სიტყვას ვიტყვი უკრაინაში არჩევნები დაგეგმილი არ არის 26 წელს ივლისი იწურება მალე და აგვისტო დადგება მალე შესაბამისად 26 წელს არჩევნები არ ჩატარდება 27 წელს ჩატარდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები მე ვერ გეტყვით დამოკიდებულია ეს იმაზე რომ ასრულდება თუ არა ომი ან თუნდაც დროებით დასრულდება თუ არა საბრძოლო მოქმედებები ანუ შეწყდება თუ არა ცეცხლი როგორც კი უკრაინა უხეშად ვიტყვი 6 თვის განმავლობაში თუ უკრაინა 6 თვის განმავლობაში ამოისუნთქავს და აღარ იქნება ეს აქტიური ცეცხლი მხარეებს ოკუპანტებსა და უკრაინას შორის ამ შემთხვევაში დღის წესრიგში კვლავ დადგება საკითხი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამ ერთი წლის წინახევრის წინ თუ ვინმე იკითხავდა კი მარა ვინ არის ზელენსკის ოპონენტიო დაასახელებდნენ გასაკვირველია იმ ხანად უკვე გადაყვანილ ბრიტანეთში გადაყვანილ ზალუჟნის და მისი კანდიდატურა კვლავაც არსებობს ახლაც და მომავალშიც იარსებებს თუ არჩევნები ჩატარდა მაგრამ ასევე დაასახელებდნენ ასე მაგალითად პეტრო პოროშენკოს ყოფილ პრეზიდენტს თუმცა პეტრო პოროშენკო წინახევრის შემდეგ პრაქტიკულად სათვალავშიც აღარ არის ჩასაგდები ახლა მთავარი კანდიდატი არა იმიტომ რომ ის ზელენსკის მოწინააღმდეგე არავითარ შემთხვევაში ორივე გმირია ორივე მნიშვნელოვანი პერსონაა მთავარი კანდიდატი პრეზიდენტობისა ალტერნატივა ზელენსკისა არის სწორედაც რომ გენერალი ზალუჟნი მით უმეტეს მშვიდობიანობის ან ეგრეთ წოდებული მშვიდობიანობის პირობებში ეს არ ნიშნავს იმას რომ ზალუჟნი უპირობოდ იმარჯვებს არჩევნებში და არც იმას ნიშნავს რომ შესაბამისად ზელენსკი უპირობოდ მარცხდება არჩევნებში ვინ არის ზალუჟნის გუნდი ბევრი ამბობს რომ ზალუჟნის გუნდი არ ახყავს
თუმცა ბევრი იმასაც ამბობს, რომ ზალუჟნი შეიძლება დაიყროს და მე გვარებს აღარ დავასახელებ თქვენის ნებართვით, მაგრამ მნიშვნელოვან სამხედრო პირებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ, რომლებიც ხოთაშორის სილსკის მოწინააღმდეგეები არიან და ერთ-ერთი, ვისაც შეიძლება დაყრდნობოდა ან მომავალში დაეყრდოს გენერალი ზალუჟნი, ეს არის მიხაილო დრაპატი, დღეს უკვე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება სწორედ დრაპატის დანიშვნის თაობაზე ამ თვალსაჩინოთაც არის ძალიან საინტერესო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უაღრესად სახელმწიფოებრივად გახედა ამ პროცესს და შეაფასა, რა საკვირველია და მიუხედავად იმისა, რომ პატივსცემს დასაკვირველია ზალუჟნის, მაგრამ მის შესაძლო კონკურენტად მიაჩნია სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებში თქვა 2027 წელს, მაინც ზალუჟნის გუნდის წევრზე შეაჩერა ყურადღება. აქ რაღა ეს ვახსენეთ, მე ბარემ ჩავიკითხავ სწორედ გენერალ ზალუჟნის სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ ამბავთან დაკავშირებით. ზალუჟნი ანტისირსკია, მათ შორის პიროვნული შეპირისპირებისა და გამო ანტისირსკი კაცია, მათ შორის იმის გამოც, რომ ზალუჟნის შემდეგ სწორედ სირსკიზე შეაჩერა ყურადღება პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ბუნებრივიც არის, რომ იმ გენერალს ეს გენერალი დიდად არ ეპიტნავება გულზე. ბრიტანეთში უკრაინის ელჩი იშვიათად ჩდება საზოგადოების წინაშე, როდესაც ოდესღაც ამ ერთი წლის წინ დაახლოებით მას კითხეს, კი მაგრამ მიიღებს თუ არა მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ზალუჟნიმ თქვა, რომ რა საპრეზიდენტო არჩევნები ხალხო უკრაინა გაგანია, ომშიაო ისიც ზელენსკის არ იყოს და სხვების არ იყოს, ფედოროვის არ იყოს, მაგალითად ბუდანოვის არ იყოს, ხო? უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირია და მოუკიდებლად იმისა, ახლა ვინ რომელ ბანანქვებანაკშია, ვიტყვიაზე ზალუჟნი წერს. საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუძღვით, პირველ ყოვლისა მორალურ პრინციპებზეა და ღირებულებებზეა დამყნობილი და დაფუძნებული, რომლებიც ღირსებას აყალიბებს, ღირსებას, რომელიც ნებისმიერ თანამდებობასა და ჯილდოზე ძვირფასია. სწორედ ღირსება აჩენს იდეებს და მათი განხორციელების გზებს ეძებს, სწორედ ის გვიბიძგებს ისეთი ადამიანების ძებნისაკენ, რომლებიც ღირსებით იტვირთავენ შენთან ერთად ამ მძიმე ჯვარს, ისინი კი, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა და ფიქრობს, ადრე თუ გვიან სირცხვილს მიიღებენ. არავის არ გულისხმობს, მაინც და მაინც არ ჩათვალოთ, რომ რაღაცა კენჭებს ისვრის, ასე მაგალითად სირსკის ბოსტანში, მაგრამ ამას კი წერს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს ძალიან მძიმე პერიოდი ელოდება, ეს ფაქტია. იმაზე გაცილებით მძიმე, ვიდრე ახლა შეუძლია რომ წარმოიდგინოს. თუმცა მიხაილოს საკუთარი თავის არასოდეს ვერ წხვება. ღირსების მქონე ადამიანის კერპი, აღირსების მქონე ადამიანს კერპი არ ჰყავს. ამიტომაც დასაკარგი არაფერი აქვს. ერთადერთი რაც აქვს არის ვალდებულება დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი ზალუჟნისა, მაგრამ ეს არის კონცეპტუალური სიტყვა და გავუბედავ და ვიტყვი პრეზიდენტ ზელენსკის ეს სიტყვა ხო ბევრს გონია რომ არ მოეწონებოდა, იმიტომ რომ ზალუჟნი შესაძლოდ მისი მოწინააღმდეგე იქნება ვთქვათ 2027-დან 28 წელს, მაგრამ გავუბედავ და ვიტყვი რომ ზალუჟნის ეს სიტყვა პრეზიდენტ ზელენსკის სწორედაც რომ მოეწონა, იმიტომ რომ ერთიც, მეორეც, მესამეც, მეხუთეც, 27-ს, 58-ს დაგიგითხარით, რომ ასეულობით გმირი ხავს, ასეულობით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პირი ხავს უკრაინას დღეს და ახლა, ისინი სწორედ სახელმწიფოზე, ერთმანეთთან კონკურენციაზე კი არა, სწორედაც რომ სახელმწიფოზე ფიქრობენ. ესე იგი, ფედოროვიც რჩება გუნდში, ესეც უნდა ვთქვათ და ის იმუშავებს გუნდთან ერთად და გარკვეულზე მაღალი ალბათობით ბიუჯეტის ექნება საკუთარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვამახვილებ მეორეჯერ თუ მესამეჯერ ამაზე ყურადღებას, გუნდთან ერთად მას ექნება ბიუჯეტიც და ის იქნება ესე იგი სამხედრო ინოვაციებზე, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისათვის. სამხედრო ინოვაციებზე იმუშავებს ფედოროვი. მოკლედ ეს კრიზისი მეტნაკლებად დაძლეულია, დაასრულებულია, ასე ვიტყვი, გამოიკვეთა პრინციპში ახალი გუნდი, ეს არის რასაკვირველია პრეზიდენტი ზელენსკი. ეს არის ხსენებული დრაპატი, ეს არის თავდაცვის მინისტრი ხმარა, არ მიხსენებია ამ ვიდეობლოგში ფედოროვის შემცვლელი კაცი. ეს არის რასაკვირველია ბუდანოვი და სხვები. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალზე გვინმე არ წავა ამ გუნდიდან და ზეგმაზე გვინმე არ მოვა ამ გუნდში. უკრაინას საბედნიეროდ ადამიანური რესურსი ერთმანეთზე კარგები ხავს.
თქვათ სირსკიზეს ორი სიტყვა, რასაკვირველია ის არის დარბინის. ის შეერაღებულ ძალებში რჩება, ახლა მოცემულ ეტაპზე დღეის მდგომარეობით მისი თანამდებობა, მისი პოზიცია გაურკვეველია, რომელი მიმართულებით იქნება პასუხისმგებელი, სად იქნება ის როგორც პროფესიონალი სამხედრო გადასროლილი, მას მადლობა გადაუხადეს და მანაც შესანიშნავად გაგებით, ასე ვიტყვი, მიიღო ის. თუმცა მანამდე რამდენიმე ხნით ადრე აღარ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, მაგრამ ორ სიტყვას ვიტყვი, სირსკიმ დაწერა წერილი, ის იშვიათად წერს, იშვიათად გამოირჩევა ეპისტოლარული ჟანრით, საზოგადოებასთან ურთიერთობით, დაწერა წერილი სოვიეთ ფედერობთან მისეული გაგებით ბრჭყალებში კონფლიქტის გამო შესახებ და თქვა რომ ესო კონფლიქტი არ იყო. ესო აი ორი სერიოზული პირი უმაღლესი თავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი რაღაცაზე რომ კამათობენო სწორედაც რომ ეს იყო და ეს არ უნდა მიიჩნიოთ ჩვენ ორივენი უკრაინას ვემსახურებითო. ამასობაში და მე ახლა ვთარგმნი თუ გნებავთ ChatGPT-ს ვთარგმნოთ სწრაფადვე. ხო, ესე გავაკეთოთ ჯობია ალბათ და პირდაპირ ვთარგმნოთ. უყურეთ, მადიარი ბროვდი მიმართავს обратился к россиянам, მიმართავს რუსეთს მოქალაქეებს. Вам очень не повезло воевать против украинцев. თქვენ ბედი არ გქონიათ, რომ უკრაინელების წინააღმდეგ იბრძვით. Украинцы больше никогда не будут воевать за интересы Москвы, и прежней спокойной жизни Российской Федерации тоже не будет. უკრაინელები აწი აღარ აწოდეს იობებენ რუსეთის ფედერაციისთვის და ისეთი მშვიდი ცხოვრება, როგორიც ჰქონდა რუსეთის ფედერაციას მანამდე, ესეთი მშვიდი ცხოვრება რუსეთს აწი მომავალში აღარ აწოდეს ეკნება. С таким жестким и предельно конкретным предупреждением к жителям страны-агрессора обратился командующий силами беспилотных систем Роберт Мадьяр Бровди. ხო, ნუ ეს უკვე ის არის, რომ ბროვდი მიმართაო ამგვარი სიტყვებითო სამხედრომ შეახსენა საკვანძო ისტორიული ფაქტი მოსახლეობას რუსეთისა во всех прошлых мировых конфликтах ყველა წინარე ისტორიაში არსებული მსოფლიო კონფლიქტში უკრაინელები ერთად იბრძოდნენ რუსებთან ერთად, воевали на стороне რუსეთის მხარეს იყო უკრაინა. Но теперь ситуация изменилась навсегда. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ დროზე ყურადღების ვადაზე თუ დროზე გამახვილება ყურადღებისა, ეხლა უკვე ситуация самудамოდ შეიცვალა. По словам Бровди, технологический потенциал СБС и удары по вражескому тылу гарантируют россиянам только один финал. И он им точно не понравится. А ეს ტექნოლოგიური უპირატესობა რაც გვაქვსო, ესო ჩვენო გვაძლევს ერთ ძალიან დიდ უპირატესობას და ვერაფერი ვეღარ შეიცვლებაო ამაზე ახლა ამახვილებს ყურადღებას მადიარი ბროვდი, უპილოტო საფრენი საშუალებების მთავარსარდალი, მიმართულების მთავარი კაცი და ეს უპილოტო საფრენი საშუალებები ხომ საოცარ რამეებსაც ჩადიან უკრაინის მიღმა, ისი თქვენ რომ ასე მაგალითად რა ქვია ვილდბერისის ოფისები მოსკოვში და არა მხოლოდ საწყობები ოფისები არა მხოლოდ მოსკოვში ფეთქდება და ფეთქდება საოცარი კადრებია ბარემ გაჩვენებთ და მე უკვე ერთ საკითხზეც გადავიდეთ დაახლოებით 5 წუთი გავჩერდეთ ეთერში თუ არ მიწყეთ აი მაგალითად ეს კადრი ეს არის სწორედ ხსენებული რუსული ამაზონის აფეთქება, ანუ ვალდბერისის თუ ვილდბერისის აფეთქება არა მოსკოვში, ნაცარტუტად არის ქცეული რუსეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ჰაბით, უნებოთ ასე ვიტყვი და არა მხოლოდ, ხო, აქვე ბოდიშს ვიხდი, ამაზე ცალკევე Facebook Reels-ი ჩავწერე, მაგრამ არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, გაუმარჯოს ვახოსანაიას. აი, ესეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ვახოსანაია ეს კარგი კაცი და ჩემი მეგობარი კაცი იბრძვის არა მხოლოდ აქაური რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ კაცი აფხაზეთიდან, კაცი ტკივილიანი, კაცი ფიქრიანი, კაცი მართალი იბრძვის რუსეთის პირველ ყოვლისა, რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ჭიაღუა მისთვის ან ნებისმიერ ჩვენგანისთვის, იბრძვის სწორედაც რომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ რომ ვისოდეთ, მაინც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. Რაღაცა შევეხეთ ამ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც, ბოდიში,
რასაც უპილოტო საშუალებები ჰქვია, რომ ვიცოდეთ მაინც, ესე იგი უპილოტო საშუალებები, რომლებშიც ანუ დრონები, რომლებშიც უკრაინა საოცარ პროგრესს აღწევს, არასწორი სიტყვა. აი მოწინავეს პოზიციაზეა. აქვე უნდა გავიხსენოთ ერთი ძალიან მაგარი ამბავი და ვახსენოთ ერთი ადამიანი. ეს არის ლორა ლუმერი. ეს არის ტრამპის გარემოცვის წევრი, რომელიც თავის მხრივ ძალიან უკვე აქტიური მხარდამჭერია უკრაინისა. ხო და X-ზე, პლატფორმა X-ზე, აი Twitter-ს რო ვუწოდებთ ჯერაც, ამ ლორა ლუმერმა გამოვაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატუსი. სტატუსი ამგვარია. ბევრს ჯერა რომ ტაკერ კათარლსონი გულწრფება ტაკერ კარლსონი, მაგრამ ასე აკრინებს უბრალოდ ასე ვიტყვი, ყატარისა და რუსეთის მიერ ფინანსდება. ანუ ეს ტაკერ კარლსონი ტიპი, რომელიც ტრამპის გუნდშიც კი მოიაზრებოდა ერთი ხანობა, ცხადია, რომ გასულიყო, მისულიყო ტრამპის გუნდამდე, ტრამპი მას შეტლახს ამოარტყავდა და გააგდებდა უკვე ახლა, მაგრამ ანუ ვერც გახდა, მაგრამ ხო მოიაზრებოდა, ფაქტია. ყატარისა და რუსეთის მიერ ფინანსდება. საინტერესო არ არის, რომ სწორედ რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკული კომპანია ისტორიაში პირველად დაიწყებს უკრაინაში შექმნილი რეალურად საბრძოლო პირობებში გამოცდილი უპილოტო საზღვაო კატერების წარმოებას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პენტაგონი ემზადება გამოაცხადოს დრონების საკითხში. სპეციალური კოორდინატორის დანიშნვისა და უკრაინასთან დრონების გრძელვადიანი ერთობლივი წარმოების მემორანდუმის შესახებ. უკრაინის მიღწევებმა დრონების წარმოებაში აღაფრთოვან ამერიკის შეერთებული შტატებიც და უკრაინის მიღწევები დრონების წარმოებაში იმდენად შთამბეჭდავია და ამერიკელებიც კი იმდენად ჩამორჩებიან დრონების წარმოების რაოდენობასა და ტექნოლოგიებში, რომ ამერიკელები ამბობენ, რომ მოდით გავერთიანდეთ. აი ამ უკრაინას ეუბნებიან. ამჟამად შეერთებული შტატები წელიწადში 200,000 დრონს აწარმოებს. მაშინ როცა უკრაინა აწარმოებს 8 მილიონი. ძნელია უარყო, რომ დრონების წარმოებაში უკრაინას უზარმაზარი უპირატესობა და გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ შესთავაზა მან უკრაინამ შეერთებულ შტატებს პარტნიორობა, რათა დაეხმაროს დრონებისა და რაკეტების რაგების შევსებაში. ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ის ადამიანი დაუპირისპირდება და ისევ ტაკერ კარლსონისკენ კენჭები და ლოდები, ვინც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ან ვისაც სურს, რომ ამერიკა დრონების, რაკეტებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს იმ დროს, როდესაც მსოფლიო სულ უფრო მრავალპოლარული ხდება. ხშირად მეკითხებიან, რატომ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ? მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინებს ის, თუ როგორი იქნება ამერიკის მომავალი, თუ დრონებისა და პეტრიოტების რაკეტების დეფიციტი გაგრძელდება ისეთ მრავალპოლარულ სამყაროში, სადაც რუსეთი ირანს რაკეტებითა და შესაძლოა ბირთვული ტექნოლოგიებითაც ამარაგებს. მოკლედ, გუშინ ტაკერმა მთელი გადაცემა უკრაინის კრიტიკასა და რუსეთისა და პუტინის ქებაში გაატარაო, ამბობს ლორა და დღეს კი, ხო, ლორა ბოდიშ ვიხდი ხო არ მეშლება სახელი, ხო, ლორა ლუმერი, დღეს კი ამერიკაში რაკეტების დეფიციტზე სუხს. იცით ვინ ეხმარება დღეს ამერიკას დრონებისა და რაკეტების მარაგის შევსებაში? სწორედაც რომ უკრაინა. ბოლომდე ამ სტატუსს არ ჩავიკითხავ, უბრალოდ აღნიშნავ, რომ აი ესე წინწაწეული უკრაინა ასაგორილა გაიმარჯვებს, მაგრამ ამგვარად წინწაწეულ უკრაინას არ ჰქონდა უფლება რაღაც შიდა უთანხმოება გაგრძელებულიყო. ხო, გაუგებრობები გაგრძელებულიყო, უკმაყოფილო დარჩენილიყვნენ გმირები და გმირზე გმირი ადამიანები და ამიტომაც ელეცკი მიიღო უსწორესი გადაწყვეტილება თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის თაობაზე, ეს ვიცით თქვენ ჩვენ და აგრეთვე გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სირსკი გაენთავისუფლებინა და მის ნაცვლად დაენიშნა გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, რომელიც გმირთა შორის გმირია. რადალებს უკრაინაში გმირებს, ეს ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი და მათ შორის ცოცხალი გმირი და ბიზინა ივანიშვილი როგორც ცოცხალ, ისე მკვდარ, გარდაცვლილ, დაღუპულ გმირებსაც ებრძვის, თხრის, შანთავს, სპობს. ეს არის ყველაზე ცუდი. და ბოლო პასაჟი ბარემ ვიტყვი თუ არ თქვა. მე 2 დღის წინ ჩემს ეთერში მყავდა ასეთი კაცი ბაგრატ მეზურნიშვილი. არაფერს არ გეუბნებათ ეს გვარსახელი. მეწარმე კაცია, ბიზნესმენი კაცი, კრიპტოვალუტებზე ლაპარაკობს, ხშირად ჩართვები აქვს ხოლმე 65 წლის. ესეთი კარგი დარბაისელი კაცია, ჭკვიანი კაცია, მოდი ვიტყვი ასე. ვიდრე
ბაგრატთან გაავისაუბრებდე, მე ვისაუბრებდი ამ ჩემს ეთერში, ხო? ტაბლომედიაზე, მე მისი Facebook-ი ჩავსკროლ, მოვსკროლ. და იქ არ ვიცი დაახლოებით 2 კვირი, არც კი 10 დღის წინანდელი ერთი სტატუსი აღმოვაჩინე. ამასთან დაკავშირებით მე და ბაგრატმა ვისაუბრეთ კიდეც ჩემს გადაცემაში. აი ამ ტაბლომედიაზე, რუბრიკით hard ტაბლო. საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს ამ ინტერვიუს, მადლობა ბატონ ბაგრატს. იქ ბატონი ბაგრატი ამბობს იმას, რასაც არ ამბობს არავინ, არა თუ ხელისუფლებიდან, არამედ ოპოზიციიდან, ექსპერტებიდან, ყოველ შემთხვევაში მე სხვასთან არ მომისმენია. აქ ამ ქვეყანაში ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი საფუძველი არის უკრაინული სამხედრო ბაზების გახსნა. მე როცა წავიკითხე, ხო, ტაში შემოვკარი, როცა საუბრობდი, აღთოვარება ვერ დავმალე ამ თითქოს ბოდვითი ვაღიარებ, ბატონი ბაგრატი არ მიწყენს იდეის გამო, მაგრამ ყველა ბოდვითი იდეა ხორცშესხმული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნება ექნება ხელისუფალს და მეორე თუ ამგვარად დაჯდება პაზლი. ისეთი ვითარებაა, რომ პაზლი შეიძლება დაჯდეს ნებისმიერი ქვეყნისათვის უსასარგებლოესად. ანუ ის რაც ოცნებებშიც ვერ წარმოგვედგინათ, ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ის ოცნებებიც კი, რომ ვერ წარმოგვედგინა ის ოცნებებიც კი მოულოდნელად ახდეს. ჩემი სოლიდარობა ვახოსანაიას, უკრაინა გაიმარჯვებს, ვახოსანაიაც გაიმარჯვებს. თქვენც გაიმარჯვებთ, მეც გავიმარჯვებ, ჩვენც გავიმარჯვებთ. ბატონი ბაგრატიც და რუსეთის იმპერია კი ნამდვილად დანარცხდება. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.